დღეს რასთანაც გვაქვს ჩვენ საქმე, რასაც რა გამკაცრებასაც აპირებს ქართული ოცნება, ეგ საერთოდ არ არის კავშირში რეალურად სხვა ქვეყნის გავლენების შემცირებასთან და საერთოდ არ არის რაღაც იმ კუთხით მიღებული გადაწყვეტილება, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ პოლიტიკური პარტიები თუ ტელევიზიების აი სხვა ქვეყანა როგორ აფინანსებს და შავხრელებს პოულობს. ანუ რატო ჩნდება მათ შორის ეგეთი არასამთავრობო ორგანიზაციებს ისედაც ცუდად აქვს საქმე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ისედაც შეუმცირდათ დაფინანსება, USAID საერთოდ ხედავთ რომ გაქრა და ახლა ესეთი სიმწვავით რატო დგება ეს საკითხი, რომ მოდი კიდევ უფრო გავამკაცროთ. ან გამჭვირვალობის კანონმა რატო ვერ უზრუნველყო, რა შავი ხრელები შეიძლება მოძებნოს ვიღაცამ საქართველოს. ყველაზე პიკში, როდესაც იყო კოლექტიური დასავლეთი, ხო? როდესაც თქვა ბაიდენის ადმინისტრაცია მართავდა, როდესაც ოპოზიციაც უფრო, ასე თქვა, მყარად იყო, მაშინ რაც ვერ შეძლო, იმის საფრთხე ახლა რანაირად არსებობს. ყველაზე მთავარი მაგის არგუმენტი არის ის, რა ფორმით კრძალავს ქართული ოცნება ამ ყველაფერს. მაგაში ჩანს თუ სიამოვნებაში რა მიზანს ემსახურება. ქართულმა ოცნებამ რანაირი ფორმულირებაც შემოგთავაზა გამკაცრების, ეგ გამოიყურება ასეთნაირად, რომ ნებისმიერი ოპოზიციური საქმიანობა, რომელიც არ არის დაფინანსებული ქართული ოცნების მიერ, ექვემდებარება რაღაცა, აკრძალვას. ამ კანონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ფორმულირება, რომელიც მათ წარმოადგენს, აღარ ტოვებს არანაირ ისეთ ფორმატს, რომელშიც ოპოზიცია ოპერირებს. ოპოზიცია, აი მთელი საქართველოს მთელი უბედურება რა არის. ცით ოპოზიცია არის ის ჯგუფები ასოცირდება ადამიანის წარმოდგენაში, რომლებიც აი გამოდიოდნენ და ომში ჩართვას ითხოვდნენ, ხო? და ზუსტად მაგ ჯგუფებს იყენებს ქართული ოცნება იმისთვის, რომ ასეთი ტიპის კანონები მიიღოს. ანუ აი ახლა რომ დავაკვირდეთ ამ კანონს როგორ იღებს ქართული ოცნება, ისინი იძახიან, რომ აი ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც გამორბოდნენ და რაღაც მოლოტოვის კოქტეილებს და რევოლუციებს აწყობდნენ, ის დესტრუქციული ძალები რომ მათ რომ შავი ხრელი ვერ იპოვონ, ამისთვის არის ეს კანონი განკუთვნილი. ანუ ქართული ოცნება იმ ძალებს იყენებს იმის გასამართლებლად, რომ ზოგადად ოპოზიციური საქმიანობა აკრძალოს, ზოგადად ოპოზიცია, რომელიცაც თვითონ არ აფინანსებს, აკრძალოს საქართველოში. ეგ არის ეს კანონი სინამდვილეში არის ეგ. ამ კანონის მიხედვით ქართული ოცნება ვისაც აფინანსებს და ვისაც უფლებას აძლევს. ანუ პირდაპირ ხდება მაგის გაფორმება, რომ ვიღაცამ რომ მიიღოს თქვა დაფინანსება, ნებართვა გჭირდება, უნდა იყოს ქართული ოცნება თუ არ მიცემს ვერ მიიღებს. ქართული ოცნება თუ ნებართვას არ აძლევს, მაშინ აქ ესე იგი უფლება. ხო, პირდაპირ კანონში ეგრე წერია. თან კანონი საერთოდ არ არის ისე დაყენებული, რომ უცხოეთის გავლენებთან რამე კავშირში იყოს. კანონი პირდაპირ საკითხს აყენებს ისე, რომ ზოგადად აქ შიდა პოლიტიკაშიც შიდა წარმოაჩენენ ამას მათთვის ყველაზე ოპტიმალური ვერსიით, რომ უცხოური გავლენების შესაძლებლობას უზღუდავს. კი, მაგაზე უნდა ითქვას, აი ხაზგასმულად უნდა ითქვას ერთი რაღაც. უცხოეთის გავლენების შემცირება საჭიროა. ეს კანონი მაგისთვის მიმართული არ არის. ეს კანონი რა არის პირდაპირ უნდა ითქვას ძალიან ნათლად. ეს კანონი არის ქართული ოცნების ნებართვის გარეშე, რომ პოლიტიკური საქმიანობა შეუძლებელი იყოს. უცხოური გავლენების შემცირების კანონი კი არ არის, ქართული ოცნების გავლენების გაზრდის კანონია ეს. ხო და ამიტომ ეხლა
რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წარმომადგენლები როცა გამოვლენ, ისინი იყენებენ იმ დესტრუქციული ოპოზიციის აი ასეთ გაფუჭებულ სახელს, რომლებიც უკვე გაირკვა რომ ამათზე ქართულ ოცნებაზე თანამშრომლობენ, მათთან თანამშრომლობენ და ასევე იყენებენ იმ უახლოეს წარსულს, როცა მართლაც იყო რაღაც საფრთხეები ჩვენ გარედან ზეწოლა იყო ჩვენს ქვეყანაზე, რომ რაღაც ცუდი ნაბიჯები გადაედგა, ხო? მაგ ყველაფერს იყენებენ დღეს ისეთი კანონების მისაღებად, რომელიც პრაქტიკულად არის ერთპარტიული, ერთპიროვნული მმართველობის გაფორმებას ემსახურება, მეტი არაფერს, ხო? მეტი დანიშნულება ამ კანონს არ აქვს, იმიტომ რომ მართლაც ეგ სწორი შენიშვნა ის საკითხი, რომ დღეს აი ეს უცხოეთის ეგრეთ წოდებული აგენტები, ეგრეთ წოდებული პირდაპირ აგენტები, რომლებიც ჩვენ ქვეყანას შარში ხვევდნენ, ხო? სულ ცოტა ხნის წინ. ის აგენტები თვითონ უცხოეთიდან და ამერიკიდან დაფინანსება შეუწყვიტეს, ამერიკამ შეუწყვიტა. ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა USAID-ის გაუქმებას. და აქ ეს ორგანიზაციები რო ასე დასუსტებულია, სწორედ მანდედან არის გამომდინარე. ქართული ოცნება ეხა სინამდვილეში დრო იხელთა და ამ პერიოდში, როცა საერთოდ გარედან ზეწოლა აღარ არის მათზე, ეხლა ისეთი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო, რომელიც აი ესეთ ერთპარტიულ და ერთპიროვნული მმართველობის გაფორმებას ემსახურება. ეს აი ასე მოკლედ რო აღწეროთ რა, ეს კანონი რას გულისხმობს? ახლა შენ მოკლე შინაარსი წაიკითხე, ხო, უკვე და მოკლე შინაარსი რომ ასე ვთქვათ, განვავრცოთ და აი ცოტა რომ ავხსნათ რას გულისხმობს, ხო? ამისი ნატურალური გზითო, მირაკნახე მან ეგეთ მარტო თანხაზე არ არის. ფული კი არა, ვიღაცა ელემენტარული რუპორი რო გაჩუქოს პოლიტიკურ პარტიას, ხო შეიძლება დაჭირდეს აქციაზე, მიტინგზე, ან რაღაც მაგალითისთვის მომყავს, ხო? ყველაფერს დაჭირდება ნებართ. აი, უბრალოდ ჩასწორებას გავაკეთებ. არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას. ვისაც უნდა ქართულ ოცნებას იმაზეა საუბარი. აქ არ არის მხოლოდ პოლიტიკურ პარტიაზე საუბარი, მეგობრებო. მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის კი არ რთულდება საქმე. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაღაცას აკეთებს, რომელიც ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას შეიძლება არ მოეწონოს. ქართულმა ოცნებამ მაგას შეიძლება დაარქვას, რომ ეს ადამიანი ეხლა ჩემს ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხო, ეგ ამ კანონის მიხედვით ქართული ოცნება შეუძლია მე იმას პასუხი რაღაც ჯარიმამ დააკისროს ან საერთოდ პასუხისგებაში მისცეს. ეს კანონი უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არა, ზოგადად ადამიანებს ოპოზიციურ განწყობით რამე საქმიანობას უკრძალავს. ამ კანონის შინაარსი არის ეს, აი, რო გავიქოთ შინაარსი, ეგ არის ოპოზიციური საქმიანობა, ვინც არ უნდა იყოს შენ. აღარ შეიძლება, იმიტომ რომ ეგ პირდაპირ ეგეთი კანონია, ესეთი კანონი ეხა ვიღაცეები ხო გამორბოდნენ რაღაცებს, ხან ამერიკული კანონია, ხან რუსული კანონი, რაღაცებს ხო იძახდნენ. ესეთი კანონი მე არ ვიცი სად არის. ესეთი არ არსებობს. არსად არ არის ესეთი კანონი, ეგ უნდა ითქვას. აქ არის.